ქიმიური იარაღის საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ ემიგრანტებიც სამშინაარსის საგანგებო წერილი, მათ უკვე გაუგზავნეს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას. დოკუმენტს ხელს 30-ზე მეტი ემიგრანტული გაერთიანება აწერს. უცხოეთში მცხოვრები ქართველები დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ მიუკერძოებელი და კვალიფიციური ექსპერტების მიერ გამოძიების ჩატარებას. ხოლო მოქალაქეების მიერ მათ აკრძალული ნივთიერებების გამოყენების დადასტურების შემთხვევაში რეჟიმს სანქციებით უპასუხონ. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას გამოძიების თხოვნით მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილმა წერილები გაუგზავნა გაეროსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებსაც. ჩვენ მუშაობთ დასავლეთის ქვეყნების მთავრობებთან, იმიტომ რომ მათ აქვთ უკვე ოფიციალური უფლება, რომ ინიცირება გაუკეთონ საკითხს, ფორმირებულ იქნას საგამოძიებო მისია. BBC-ს მიერ ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ უკვე სრულიად გაუგებარი და აბსოლუტურად არაეფექტური იქნება და არის ქართული ოცნების მცდელობა, რომ ეს ფაქტი რაღაცნაირად მიიჩქმალოს, ეს უკვე საერთაშორისო, ასე ვთქვათ, პოლიტიკის დღის წესრიგში ეს საკითხი დგას. მათი სრულიად უსუსური კარიკატურული განცხადებები ამ საკითხის უკანა პლანზე არც ერთ შემთხვევაში არ გადაიტანს და მათ მოუწევთ უკვე თავიანთი ასე ვთქვათ პოზიციის გამოხატვა იმ პერიოდში უკვე და იმ დროს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა შეჯერდება იმ აზრზე, რომ საქართველოში აუცილებელია მიუკერძოებელი საგამოძიებო მისიის, ასე ვთქვათ, წარდგენა და მივლინება და ამ შემთხვევაში მათ ან უნდა დართონება ამ საგამოძიებო მისიას, რომ ქვეყანაში შემოვიდეს და შესაბამისი სამუშაოები ჩაატაროს, ან არა და უკვე ღიად უნდა საერთოდ მთლიანად ცივილიზაციურ სამყაროსთან უნდა გააწყვეტონ ურთიერთობა.